დღევანდელ ვიდეოში უბრალოდ ვითამაშებ My League-ას. არაფერი ძმებო განსაკუთრებული. მოგესალმებით ძმებო, დაგიბრუნდით My League-ის მომდევნო ეპიზოდით. სანამ ვიდეო გაგრძელდება, დაღალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარზღლაკი. უდიდესი მადლობა ყველას წინასწარ. სანამ ვიდეო დაიწყება, მინდა რომ გაცნობოთ ერთი სიახლის შესახებ, ოღონდ არ ვიცი ეს რამდენად ოფიციალურია, არ არის ოფიციალური და ასე შემდგომ. როგორც იცით, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გავიგო და მოგაწოდოთ ახალი ინფორმაციები eFootball 2026 მობაილთან დაკავშირებით და ამ ბოლო დროს TikTok-ზე სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიდეო შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი opening ანიმაცია იქნება eFootball 26-ში. აგერ არის ვიდეო. ხოდა არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა თუ ტყუილი და თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, დაწერეთ კომენტარებში აუცილებლად. რომ მიიღოს მაგალითად რომ გამოვიდეს, მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ. კარგი, ახლა კი დავეშვათ ვიდეოსკენ, წავიდა. ოკეი, პირველი მატჩი ხეტაფესთან, რა თქმა უნდა, კი მატჩამდე ვითამაშებ, ვალენსიასთან მაქვს კი მატჩი 28-ვე და ეს მატჩები ახლა მაგალითად მე ყველა თუ მოვიგე, მე მაქვს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ასე ვთქვათ, გავიდე პირველ ადგილზე და მოვიგო My League-ა. ხო. ყველა ხოთზეა თითქმის რა, ყველა ასე თუ ისე ხოთზეა. წავიდა, დავიწყოთ. ნახოთ აბა როგორ მატჩებს ჩავატარებ, წვიმს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. და რა თქმა უნდა, ახლა ტრადიციულად როგორც ვიქცევი ხოლმე, გადავიდე შეტევაზე, გაათამაშეს ხეტაფეს ფეხბურთელმა და დაიწყო პირველი ტაიმი. მედვედი, რომე, გავუყოლოთ მესის, გადაკიდება კარგი მესის მიმართულებით ლეო. აბა მესი ჩახვევა 1-0 გაიხსნა ანგარიში. მესი გატანელი გოლის ავტორი. მატჩის მე-10 წუთზე გავხსენი ანგარიში ხეტაფეს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, გაიტანა გოუთმა. აბა რა. კაი, ეს უკვე 1-0 აქ კარგად გავუყოლა რუმენიგმა და მესი მას კარგად ჩამოიწია და ეხა ჩახვევა, როგორც იცით, არ ეშლება ეხა მესის რა, როგორც ასეთი. კი ბატონო, 1-0, ნახოთ აბა, ხეტაფე რა სიზამს. იდეაში 2-0-მდე რო გავზარდო ანგარიში, ისინი გადმოვლენ შეტევაზე. რა თქმა უნდა, აქ ერთ ძამი კიდევ მესი, ისევ ის არის ბურთით. ვაიმე შენი, აქ არა. ოკეი. აქ რაიკარდი რა კარგი იყო ბურთის სახევაზე, რაიკარდი, ძელი, მესი. ბიჭო, მე რამდენად უნდა დამემართოს მსგავსი რაღაც, მე რამდენად უნდა დამემართოს, კარგი რა, ხო არ გადაო, ჩემი იმენა რა. ამ ძელს იმენა, გადავამტორევ, გადავტეხავ ძმაო, გადავტეხავ რა, გინდა ბიჭო, ორჯერ ზედიზედ, რა, მე რამდენჯერ უნდა მოხდეს ეგეთი რაღაცა, მე რამდენჯერ არ ვიცი, მაგრამ მე რამდენად უნდა მოხდეს მსგავსი რაღაცა, დემიშელისმა რა ქნა, კარგი რა. კაი, აუტი, რომელსაც მოაწვდიან ხეტაფეს ფეხბურთელები, მოაწოდეს ისედაც, ოჩაგოგა, კარგად ახმოვანებ ძალიან, რა პასი, დემიშელის, მოვიშოროთ, რა თქმა უნდა. არ იყო ეს კარგი პასი, რომეს მიმართულებით. კარლეს პუიოლი კარგი იყო, ჰოენესი, გაყოლება ფორლანის მიმართულებით, ფორლან გაჭიმე, ეგრე 2-0 აბა რა, მატჩის 74 წუთზე 2-0 ხდება ანგარიში და დიეგო ფორლანი ხდება გატანელი გოლის ავტორი. შვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური, ძმაო, რა უნდა ვთქვა. მეტი არც არაფერი. კაია, ესეც ასე. განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აუცილებლად, ჰოენესის კარგი გაყოლება და ფორლანმაც იდეალურად დაასრულა. იდეალურად არ ვიცი რა იყო, მაგრამ იდეალურად დაასრულა ეს მომენტი. კი ბატონო. ისევ განმეორებით. ეს ფორლანის შორიდან გასროლა. თლაც შორიდან ახლა, outside the box გასროლა იყო, მოდი ესე დავარქმევ რა. 2-0. გადმოვიდნენ ისინი შეტევაზე. ორბურთიანი სხვაობით, როდესაც ამარცხებთ, ალბათ იცით, რომ შეტევაზე გადმოდიან. ეს არ არის ახალი. აბა, აქ შეიძლება სუარესმა გაიტანოს, ახლა არა ძალიან კუთხეში წავედი. რა მინდოდა. კაი.
შენი გამიტანეს მაინც. ნუ ოკეი. ესე იგი 5 წუთი დაამატა თუ არა, იმენა ეგრევე გამიტანეს, კაროჩე რა. აი 1-2, ნუ 5 წუთი გაქვს დამატებული, მაგრამ იმედი მაქვს მეორესაც არ გამიტანენ და ეხლა არ გამითანაბრებენ. 92 წუთი, აი რამეფრად და 1-2 დასრულდება. კაი, ჰოენესი, აბა. ესე. პასი მინდოდა გუტის მიმართულებით, მაგრამ ნუ არ გამომივიდა და დაასრულე ხა რა. კაი, ბიჭო, დაასრულე. ვაიმე, იგარი. ვახ, 1-2 პირველი მატჩი. ხეტაფე ბარსელონას წინააღმდეგ. ნუ მესი გახდა მატჩის MVP. კი ბატონო. რავი, რა უნდა ვთქვა? აი 12 დარტყმა კარში და 2 გოლი მხოლოდ და მხოლოდ. აი 2 გოლი. ანუ აი ის ძელი ბიჭო რა იყო რა. 5-1 გაანადგურა ატლეტიკომ ვალე, ხო? პირველ ადგილზე ვარ მაინც 64 ქულა, 55 ქულა ატლეტიკოს და 44 ქულა მადრიდის რეალს. ნუ აი მინდა რომ მადრიდის რეალი იყოს მეორე ადგილზე, აი მართლა გულით ვამბობ რა, აი მართლა გულით ვამბობ. ნუ კი მატჩის შემდგომ კი მელოდება წინ ატლეტიკოს წინააღმდეგ, მაგრამ მე უკვე მეორე ეპიზოდში, შემდეგ ეპიზოდში იქნება, რა თქმა უნდა თავისთავად და ნუ შავი ფორმა, რა ვიცი ხა. აუ, ამათაც შავი აქვს მეორე ფორმა. კაი იყოს, ჯანდაბას იყოს. შავი ფორმა, ნუ წითელი ფორმის წინააღმდეგ, ნუ არ ვიცი იდეაში გავარჩევ თუ არა, რამდენად გავარჩევ, მაგრამ ნუ დავიწყოთ პირდაპირ. შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ მეგო ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ნუ 200 ლაიქი უნდა დავდოთ ამ ვიდეოზე აუცილებლად. მალიორკა ბარსელონას წინააღმდეგ. ნუ რას ვიზამე ხა თქვენი აზრით? რა თქმა უნდა პირველ რიგში შეტევაზე გადავალ. გათამაშებს რომენიგი და წავიდა. მატჩის მე-13 წუთი. ოპა, რომენიგმა როგორ მოიპარა და ნუ ეხა ამას რომენიგი თუ ვერ გაიტანს. კი ბატონო, მოიპარა, გაიქცა და ასრულა. კი არა და შეასრულა. კარლ ჰაინც რომენიგი ხდება გატანილი გოლის ავტორი. ნუ არ ვიცი რატო დაუშვეს ესეთი შეცდომა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეხლა არ ეპატიებათ მსგავსი შეცდომა და ნუ გახდა 1-0 ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე. ძალიან კარგი. როგორ უპასუხებს აბა მალიორკა ამ გატანილ გოლს? უპასუხებს თუ არა რამით საერთოდ? ნახოთ. პელეტი, რაიკარდი, გაყოლება გულიტის მიმართულებით, წამოვედით, აბა შეიძლება აქ მეორე გოლის გავიტანო. გულიტი, უφრა კარგი იყო. გულიტი. ბიჭო რა, არ დაარტყა. აი ეს უკვე თამაშგარე. ვაიმე, ანუ თამაშგარე იყო, მაგრამ მაინც ძელს მოხვდა. აი უნდა ავიღო ეს ძელი და გადავტეხო იმენა, აი მართლა რა. აი რო არსებობდეს ეგ ძელი რა იქნება რა. ჯანდაბა ბიჭო. ანუ თამაშგარე რო არ ყოფილიყო, უეჭველი ძელს ხვდებოდა და მე რა ვიცი, გამოიტანე რაღაცა ამ დაგვარს იზამდნენ რა. ყველა ვარიანტში ან გამოიტანე, აუ რამ ხელა პასი გააკეთა, ამას ვერც მიასწრებს მესი. კი ბატონო, ნუ მალიორკას ფეხბურთელებს რჩებათ ბურთი. 32 წუთი მატჩისა. რაიკარდ მიდი, კარგი ხარ, რიბერი. ესე გავიგდოთ და დავარტყათ რიბერით ბიჭო რა ბურთი მოხსნა. არ დაარტყა შენი, არ დაარტყა. ვახ. რატო არ დააზღვიეს ბიჭო? არ ვიცი ძმაო, მაგრამ მოდი განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აუცილებლად. ანუ აქ პროსტა დავარტყი, ოღონდ მართლა, ანუ პასი არ გამიკეთებია და არავინ არ მივიდა ბურთთან და ეხა რა მექნა რომენიგმას გაიტანა დუბლი რომენიგის. კი ბატონო, არ არის პრობლემა. მაგაზე გაწყინე ძმაო, რას მელაპარაკები, ხო არ გადავა. შვენიერი. აი ესეთი უკვე მეორე შეცდომა, ეს უკვე მალიორკას ფეხბურთელების. ნუ არ ვიცი. რატო თამაშობენ ესე? არა და ლეგენდაზე მაგ ნახდა ჩართული. ვახ, რიბერი რო გამწდარიყო, შეიძლებოდა რომ მესამეც გამეტანა, შეიძლებოდა აუღონდა, არ ვიცი, ზუსტად გულიტი. კარგია გულიტის დარტყმა, ნუ კარგი ბურთი მოხსნა, ოკეი. წუთი დაამატა, თავარ დროს სავინიო აქ. შენი არა ბიჭო, აი არ ვიცი. ნუ 2-0 დასრულდება დიდი ალბათობით ეს მატჩი. ნახოთ აბა ამ ბოლო შეტევას თუ აცდის. ნუ როგორც ჩანს აცდის. არაცადა. 2-0. მეორე მატჩი 2-0. ნუ უფრო იზრდება ჩემი შანსები. ნახოთ აბა ატლეტიკომ რა ქნა. ჯერ პირველ რიგში შევამოწმოთ. არა ისა კიდე.
ხო. კი ბატონო. ნუ რას ვიზავთ, ყველა მათს ვერ მოიგებ. ეგრე წაგება მეც მაქვს, კაცო. კაი, ეგრევე, ნუ შემდეგი მატჩი. ვინ არის ხოძე, ვინ არ არის ხოძე? აუ, რა ხდება? ჩემი დედას ვიცავ, ხო არ გადაობ. ვახ, კაი, დავიწყეთ. ვახ, საინტერესოდ მიდის ჯერჯერობით საინტერესოდ მიდის. ანუ ჯერჯერობით, ნუ თლად ბოლომდე ვერ ვიტყვი ხა რომ ანუ ჩემი დამსახურებაა, ანუ მაგალითად მალიორკასთან მატჩში ალბათ ორივე მომენტში გამიმართლა. მოდი მე ესე ვიტყოდი რა. ხო და. რავი, ნახოთ აბა ვაიმე, მეორე წუთზე 1 წამი ზმაო, 1 წამი. ოკეი, მეორე წუთზე მომინდომეს აქ გოლის გატანა, ანუ არა ძმაო, არა, ეგრე მეორე წუთზე არ გვინდა გოლის გატანები. მენ თუ მენ რა თქმა უნდა, კუთხური, იმედი მაქვს ამ კუთხურს არ გამოიყენებენ. გამოდი კურტუა? კერდა კურტნი? ნუ აუტი. კი ბატონო, ამას რუდგულიტი ვერც მიასწრებდა. კაი, ნუ აუტს მოაწვდიან სელტას ფეხბურთელები. ძალიან აქტიურად დაიწყეს პირველ ტაიმში სხვათა შორის მატჩი. აბა გულიტი კარგი იყო ამ მომენტში. ასე წინ რომ ეს მიმართო. აუ, ჯანდაბარა, კაცის უკან მოექცა ტიპი, კაი. ოკეი, წამოვედით. აბა, აქ 1 წამი. მესი. აბა, მესი. ვახარა. არ მაცადეს გაჭიმვა. ვაიმე? აი, ნუ პუიოლი ადგილზეა. დემიშელისი. წინ პასი, კერდა გვერდზე. რიბერი, კარგია რიბერი ამ მომენტში. ცოტა ადრე უნდა მექნა ეს გაგდება და ნუ შეიძლებოდა კარგადაც დასრულებულიყო ჩემს სასარგებლოდ. 53 წუთია და რავი, ჯერჯერობით გოლი არ გასულა და ნახოთ აბა. აქეთ გაყოლება რიბერის მიმართულებით, ფრენკ რიბერი. გავიგდოთ აქა, ჩავახვიოთ და მიდი. გასახდელში გაატანა სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ბურთი სელტას. კი ბატონო, 46 წუთზე მესი ხდება გატანილი გოლის ავტორი, გაკრას 1 წუთის დაამატა და ალბათ გარო გაათამაშებენ, ეგრევე დაასრულეს პირველ ტაიმს. განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აუცილებლად. ნუ რიბერი სამწუხაროდ ვერ ჩაახვია, მაგრამ ნუ მესიმ გაიტანა სამაგიეროდ. კი ბატონო, 1-0. ნუ გაათამაშებენ და ეგრევე დასრულდება. დასრულა კიდევაც პირველი ტაიმი. 1-0 მინიმალური ანგარიშით. ნახოთ უკვე მეორე ტაიმში რას ვიზამთ 51-49-ზე. ნუ თითქმის თანაბარი ბურთის ფლობის მაჩვენებელი. გავათამაშეთ ეგრე. ანუ ისიც აღსანიშნავია, რომ სხვათა შორის, ანუ ისინი გადმოსულები არიან შეტევაზე, სხვათა შორის არ მინდა რომ გავიმეორო რამოდენიმეჯერ, 1 წამით აქ რუმენიგი. აბა, რუმე. ვაიმე შენი. 19 წუთი. აქ რა კარგი პასი. რა გათამაშება იყო, ხო არ გადაობ და მატჩის ნუ მე-60 წუთზე რუმენიგი ხდება გატანილი გოლის ავტორი. აუ, რა კარგი გათამაშება იყო ორი წამ, ამას ეს უნდა ვნახო აუცილებლად განმეორებით. აქ რამე ისეთი skillful გოლი ხო არ გაიტანა აქ გაყოლება ეგრევე და ნუ არა, შეაგორა პროსტა რა, შეაგორა. კაი, 2-0. კი ბატონო. აუ, მე-60 წუთია, შესვლები რატო არ ვქენი? ანუ შესვლები უნდა გამეკეთებინა ყველა ვარიანტში და ნუ დამავიწყდა, არაუშავს. რაიკარდი, ნედვედი. გადმოვიდნენ შეტევაზე. რა კარგი შეტევა აქვს ახლა აქ სელტას. სერხიო კარეირა. ნუ ხო ვინც არის, არ აქვს მნიშვნელობა, უკვე ჩვენია ბურთი. მაინც ჩვენია. რუმე. არა, რა ვქენი, რა სისულელე ვქენი ახლა. ნედვედიც კი მინდოდა გაყოლება და ვის გამოყოლა საერთოდ. ნუ რა კარგად თამაშობს სერხიო კარიერა. კარგი პასი სხვათა შორის. ეს კორტუას კარდი გააფუჭეს. რა შეუვარდა ბიჭო, ანუ კაი რა უაზრო გოლი შეუვარდა, ხო არ გადაობ ჩემი. აი კორტუას კარდს ნელა, ვაიმე, შენი თავი და შენი ყველაფერი ერთად რა გინდოდა. კორტუას კარდი მაგრა გააფუჭეს ძმაო, ანუ ხო, აი ესეთ ელემენტარულ ბურთებს ვიდეოშიც და ვიდეოს გარეთაც ძალიან ბევრჯერ ვერ იჭერს და ნუ მოდი შეცვლების განვახორციელოთ ახლა, იმიტომ რომ რიბერი ცოტა უკლია და უკვე ამოწურა თავისი ბალანსი. კაკა გამოვიყვანოთ, რა თქმა უნდა. მოდი იყოს სავინიო აქეთ და ჰოენისი აქა და წინ წავწიოთ.
შემდგომ მეტი ვინ ჭირდება? მოდი პლატინი იყოს აქა. აუი ცენტრ ფორვარდის მჭირდება? ვახ. ბიჭო ორი წამი, აი აქ იყოს გულიტი მოდი. აი ჰოენის ძალიან დიდი ბოდიში ვერ გამოგიყვან დღეს შენ და იყოს ბატისტუტა გამოიყვანო, ვითომ ბატისტუტას მოდი შევცვლი რა. ბატისტუტა მაინც კარგია რა. ნუ ეგეც ნელა ფუჭდება ანუ თავიდან გადასარევი იყო, მაგრამ უკვე აი ოუენის 103-იანმა თუ 105-იანმა თუ რომელიც არის, მაკქარდმა უფრო წინ წამოიწერა, აი კარგი აქ რა კარგია. 4 წუთი დაამატა თავარ დროს არბიტრმა. არა მგონი ახლა აქ რაღაც განსაკუთრებული 2 წამი ჯერ დაიცა. ვაიმე. გადავრჩი კორტნი, ბოდიში ზმაო, ბოდიში, მაგრამ ანუ ნელა ფუჭდები შენს და არ მომწონს ჯიმა, არ მომწონს. კაი, ყველანი მაქსიმალურად შეტევაზე ახლა. და დავაი. 2 წუთი ხადარჩა, რაღა დარჩა იდეაში. ეგ მომენტი თუ გამოიყენეს, არ ვიცი, მაგრამ მიდი მაქვს რომ ვერ გამოიყენებენ რაიკარდ მიდი. უკან დავუბრუნოთ ახლა კურტუას. წინ მოიშორე. ესაც 1-2. ნუ რაღაც უფრო მატჩები 1-2 რჩება რა, 2 მატჩი მორჩა, მე მგონი 1-2. ხო და. ოკეი. კაი, ნუ 2 მატჩი არის წინ კიდევ. ამის მერე. და 70 ქულა უკვე ბარსელონას. შვენიერი ძმაო, შვენიერი. ალავესის წინააღმდეგ მიწევს თამაში 27 მატჩდეია. და ხო, შემდეგ მატჩი უკვე არის ვალენსიასთან. ნუ იდეაში ძალიან კარგ სეზონს ვატარებ, აი ძალიან კარგს. აი ეს 2 მატჩიც რომ მოვიგო, ნუ უკვე სერიოზულად ვუსწრებ ატლეტიკოს და ნუ შეიძლება რამოდენიმე მატჩით ადრე ვიზეიმო გამარჯვება. ნუ ნახოთ წინასწარ ნუ რაფერს ნუ ვიტყვი, მოდი. წინასწარ ნუ რაფერს ნუ ვიტყვი ძმებო. ნახოთ მოვლენები როგორ გამვითარდება რა. თქვენი გამდე სანამ მოვლენები გამვითარდება, დალაიქეთ ეს ვიდეო აუცილებლად და არხი გამოიწერეთ 5000 გამომწერამდე უნდა ავიდე, აი 5000 მენა ხო ვერ დაიდო კაროჩე რა. კაი, წავედით, აბა დავეშვით. მე-19 წუთი ამასობაში მესი, აბა, კარგი პასი იყო სხვათა შორის, ჩავახვიო. აი არ ვიცი ძმაოს იმენა სიტყვები არ მყოფნის. აი რა ვთქვა. მესი არის იდეალური, აი ეს მესის კარდი არის ძალიან მაგარი. ამიტომ რა ვისაც ჩემსავით ბედი არ გაქვთ პაკების გახსნაში და ბოლომდე არ გაწურინებთ. ჯობია რომ ვისაც არ ყავთ ეს მესი, ნუ დაითრიოთ რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი კარდია, მე პირადად ძალიან მომწონს. ნუ კი ხედავთ შედეგს. როგორი კარდიც არის. კი ბატონო, 1-0 მესი გატანილი გოლის ავტორი. ისე სეზონის ბოლოს აი მაინტერესებს თვეთში 2 წამი, ჯერ სანამ დამაინტერესებს რუმე? ხო, სეზონის ბოლოს მაინტერესებს აი ვინ გახდება ბომბარდირი, იმიტომ რომ მესი რა ვიცი, ამბერ გოლს იტანს რა. აი ძალიან ბევრ გოლს და ნახოთ აბა ვინ გახდება ბომბარდირი სეზონის ბოლოს. 2-0 აი ზუსტად 2 წუთში, მე მგონი ისიც არა. კი ბატონო. მოვინენ ახლა უკვე ისინი შეტევაზე. რა კარგი პასი და გამიტანეს 25-ზე კი არა და 26 წუთზე. შეამცირეს სხვაობა 1-2. ნუ აი კაროჩე 3 მატჩი. ხო? 3 მატჩი მგონი. ვაიმე, აქ რა კარგი გათამაშება. ეს გოლი რო გასულიყო, წარმოიდგინეთ ახლა რა ტიკი-ტაკა იქნებოდა იმენა ბარსელონა სტაილ. ნახეთ, ჩემი დედას ვიცარ, ხო არ ღატავ რა გათამაშება და გაგეტარებინა შეჩემა რა გინდოდა. კაი, ნუ კუთხური. ოკეი, ნუ 2 წამი. აი აქ მესიც შევეცდები ხო რომ ჩავახვიო და ეხა მართლა რო ჩაახვიოს, ეს იქნება, რავი, ძალიან მაგარი გოლი. არა მგონია დიდად, მაგრამ ახშენი. ნუ ხო რა. ცოტა აქეთ უნდა წამომეწია და მე შეიძლებოდა ნუ ეხა სუფთა ჩახვევა შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ აი იქნებოდა მეკარის მოხვედრილიყო და მაგას შეეგდوان ფეხბურთელს მოხვედრილიყო, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონია მსგავსი სიტუაცია და ბევრჯერ ესე რომ ვთქვათ, გამიტანია გოლი მასე. და სხვათა შორის გადამწყვეტ მომენტებშიც კი მომიგია. ოკეი. აი, დავიწყოთ პირდაპირ მეორე ტაიმი, ნუ პირველ ტაიმს იდეაში 1 წუთი დამატა უნდა, რატო არ ვიცი, ანუ 3 გოლი რო გავიდა, მაგას ხო და მაგის აღნიშვნასაც ხო დრო უნდა, ბელეტი აქ რა კარგი იყო. გავუყოლოთ მესი რა კარგია. მესი ბიჭო, აი
ხო, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. აი მეც უბრალოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი. კაი. ანუ მეორებით რა თქმა უნდა, რა მაღაზიას შეგაწუხეთ ძმებო? უყურეთ და ისიამოვნეთ, დატყვით. კაი, 3-1. კიდევ, დავაი, უფრო მეტი გოლები, დავაი ბიჭებო, მოიხოდეთ, ბოლომდე მივაწვეთ ხა. რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გაუტანო. ყველა გუნდს. ოხ, ცოტა დავიღალეთ. აბა, აქ რონალდუსკენ რა კარგი პასი ბატისტუტას მიერ. კრისტიანო, კრის, მიდი. შენი რა, კარგი ბურთი მოხსნა სხვათა შორის, არა და რონალდუს სხვათა შორის გაჭიმული დარტყმები ძალიან კარგი აქვს და ნუ კუთხური იდეაში ალბათ შეიძლება იყოს ეს მატჩის ბოლო კუთხური. კაი, პირდაპირ. შენი. ნუ ოკეი. კაი, ბელეტი. არა, ეს კარგი პასი 4 წუთი რა, იყო ძმაო. ანუ პირველ ტაიმში იმდენი არ დაუმატებია და ნუ მეორე ტაიმში დაამატა, ხო, რა თქმა უნდა, ახლა პირველ ტაიმში 1 წუთი დაამატა, მხოლოდ აქ გუტი, შორიდან გასროლა გუტის. ნუ ვთქვი ალბათ რომ ბოლო კუთხური იქნება თქო, მაგრამ ნუ მართალი არ აღმოჩნდი. ეს უკვე ნახდათ ბოლო კუთხური იქნება იდეაში რა. დავაი ულტრა ატაკინგ და მოდი კურტუა მოვიყვანოთ ბოლომდე. მორბის. მოდის. დაველოდები ბარემ კურტუას და იქნება კუთხურიდან გაიტანოს. კაი, შევიდეს კარგად კურტუა საჯარიმოში და მოდი ჩავაწოდოთ. კურტნი, კურტუას გამივიდა. ბიჭო! ვაიმე ბიჭო! ეგ გოლი კურტუას რო გაეტანა, აუ ძალიან მაგარი იქნებოდა ხო არ გადავა, ანუ პენალტის გარდა კიდე იქნებოდა გოლი გატანილი. თან პირდაპირ კურტუასკენ წავიდა, იმენა თავზე დააჯდა. მაგრამ აღმაინც ეგ ბურთი მოხსნა, ნუ მინიმალური ანგარიშით მოიგო ატლეტიკომ, მადრიდმაც 2-0 მოიგო. 73-61 ქულა. კი ბატონო და შემდეგ უკვე კი მატჩი ვალენსიამ გამაწამა იმენა რა. აი ვალენსიას რამდენჯერაც შევხვდი. მე მგონი წინა მატჩიც რო შევხვდი ვალენსიას, დავმარცხდი როგორც მახსოვს. და აი ვალენსია იმენა ჩემი ყველაზე დიდი მტერია, ანუ დაჟე ატლეტიკო არ არის ესეთი მტერი ჩემი, როგორც ვალენსია. ნუ ამას ვითამაშებ შავი ფორმით, რა თქმა უნდა. მოდი, ეს წამს კრისტიანო რონალდუს დავიწყებ. დაუმარცხდი სამწუხაროდ ისე ვალენსიასთან, ნუ 2 მატჩი, ვალენსიასთან 2 მარცხი, სამწუხაროდ. 3-2. დაუმარცხდი ვალენსიასთან. ნახოთ ერთი აბა ატლეტიკომ რაქნა. ატლეტიკომ. აუ წააგეთ რა ბიჭო, აი ატლეტიკო გადი შემეშვი რამ წადი მესამე ადგილზე აუ რეალი ჩავიდა მეოთხეზე. ჯანდაბა. ნუ კაი, ძმებო. შემდეგ მატჩი უკვე ბეტისი, კადიზი, ვილიარეალი, ვალიადოლიდი და ატლეტიკო მადრიდთან კი მატჩი და ნუ ის მატჩებიც ყველა თუ მოვიგე, კაროჩე. ნუ ის მატჩები ყველა თუ მოვიგე, უკვე ჩავთვლი რომ მოგებული მაქვს რა, მაილიგა რა. მოკლედ დღევანდელი ვიდეო აქ დასრულდა. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისგალაკი და მე კიდე ისღან დამჩენია რომ დაგემშვიდობოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.